ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. მოგესალმებით საუკეთესო განწყობით და გთავაზობთ მეოთხე გამოშვებას ლაილაისთან ერთად. მე ვარ სალი და გთავაზობთ ინფორმატორ შოუ ბიზნესური სიახლეებით. ჩვენი გამოშვებებიდან იცით, რომ 9 და 10 ივნის შედგება არტიმედის პროექტის გია ყანჩელი კინოსა და მუსიკისთვის პრეზენტაცია. ჩვენი გადამღები ჯგუფი რეპეტიციებს დაესწრო. რომ ეს პროექტი მე გამეკეთებინა მუსიკალურად და აი შეუდეხით უკვე 10 თვის განმავლობაში ჩვენ ვებზადებით ამ დღისთვის. ხო, ასე რა დარჩენილია რაღაცა საათები, ხო, ფაქტიურად. რაღაც 20 და რაღაცა საათი. ნუ ძალიან ნერვიულობ. დიდი პროექტები განკეთდება და საერთოდ ღირებული საქართველოსთვის ეს იქნება ალბათ ყველაზე დიდი ბედნიერება მთლიანად საქართველოსთვის. სამოციანელთა შემოქმედება ჩემს აზრით იყო რევოლუცია იმ პერიოდში რა, არა მარტო იმ პერიოდში, დღემდე მე მგონია რომ აი ამ ტალღით მოდის ქართული ხელოვნება რა და თუ ჩვენ არ დავაფასეთ და ჩვენ არ მივაგეთ სათანადო პატივი, ცოტა შეიძლება ის ყველაფერი რაღაცნაირად თაობიდან თაობას არ გადაეცეს და ძალიან მიხარია რომ ისევე აქტუალურია ეს თემატიკა და ისევე ჟღერს დღეს როგორც ოდესღაც სადღაც 20 თუ 40 თუ 60 წლის უკან რა. გავიშალეთ უფრო აი ესე მეტი ჩატეხვა კარტინკა კაცა ზემოთ ოდნა კიდე აი ესე ხარაშო ნუ აი დადგმას რაც შეეხება ნუ ჩვენ ვცდილობთ რომ გამოვიყენოთ გარკვეული ციტატები რომ ზუსტი იყოს თქვათ მინიშნება საიდან არის ეს ყველაფერი მაგრამ ვცდილობთ ასევე რომ იყოს ცოტა თანამედროვე ხედვაც ამ ყველაფერზე ასე რომ ამური შერწყმა არის სწორედ ის დიდი პრობლემა რომელიც მე მაქვს აქ დადგმასთან დაკავშირებით და ნახოთ 9-ში რა იქნება ნელა გადახვიდეთ ხო ნატოს გახადეთ ეს კარკასი და შეგვიძლია ქართული შოუ ბიზნესის ერთი ნაწილი დღეს გაბედნიერებას ულოცავდა ჯგუფ რონდოს წევს ელენე ოთარაშვილს. ჩვენც ულოცავთ გაბედნიერებას ელენეს და გიორგის და გთავაზობთ სიუჟეტს მთავარანგელოზის მიქაელის სახელობის ტაძრიდან, სადაც მათ ჯვარი დაიწერეს. სხვათა შორის გოგონები ერთ დროს ამ ტაძარში გალობდნენ კიდეც.
მაშასე. გვინდა ძალიან დიდი სიყვარულით მიულოცოთ ჩვენ მეგობარს ელენეს და გოგას გაბედნიერება და გვინდა უსურვოთ ყველაფერი კარგი ბედნიერება და ასე შემდეგ. იგივე თქვენ ცალ-ცალკე თქვით რომ მეცინება. პროდიუსერს რომ თავი გავანებოთ, მე ამ შემთხვევაში დედა ვარ. მე რასაკვირველია რაღაცა აი ზებუნებრივი გრძნობა, იცით, ვერც გადმოვცემ და მე მდა ყველა დედას უსურვა ეს გრძნობა. ძალიან ბედნიერი ვარ და მადლობა უფალს რომ აი ეს განცდა მე ღირსა და ეს ჩემს ოჯახში ჩემ პირველი ასე ვთქვათ ორი ქალიშვილი მყავს და პირველი ქალიშვილის ბედნიერებაა და ძალიან ბედნიერი ვარ. სამოცდაათიანი წლების დისკო ჰიტები, ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი მაკიაჟი და ჩაცმულობის სტილი. მოკლედ 16 რაუნდში ნაფთალინ ფართი გაიმართა. ახლა კი სიუჟეტი ვნახოთ. უბრალოდ არ მოვიდა ჰაერიდან ზუსტად ამ დროს, იმიტომ რომ ეხლა ზაფხული მოდის და იცით რომ ალბათ ტანცამოსი უნდა ჩაიდოს ნაფტალინში. რადგანაც მომავალ ზამთარს კვლავ მომიღოთ და ჩავიცვათ ეს ტანსაცმელი. მე საღამოს მსვლელობის დროს შეგახსენებთ იმ წესებს, როგორ უნდა ჩადოთ ნაფტალინში ტანსაცმელი. მანამდე კი თავს არ შეგაწან ბევრი ლაპარაკით. სცენაზე მინდა ვთხოვო არაჩვეულებრივ მომღერალს თინა ბეგიაშვილს, მე იმედი მაქვს თქვენი აპლოდისმენტებით და ის შესანიშნავ ბენდთან ერთად რამდენიმე ძალიან კარგ თქვენთვის ნაცნობ სიმღერას შეგისრულებთ და რაც თავარი არ დაგავიწყეთ კაში, ენერგია, დადებითი ემოციები, სცენაზე.
პროექტი ერთხელ უკვე განხორციელდა კლუბ ნოა-ნოაში. ნავტალი პარტი ამას ქვია იმის გამო, რომ მუსიკაც ისეთივე დაძველებულია, როგორც ნავტალინი ინახავს ძველ რაღაცებს და ისე კარგად შემონახული, როგორც ნავტალინი არ აძველებს. ეს იდეა ეკუთვნის კლუბ ნოა-ნოას ხელმძღვანელობას, გიო გაპუნიას და ეხლა ეს გავაკეთეთ ერთად ჩვენ და კლუბმა ნოა-ნოა. გუშინ ეს იყო ნოა-ნოაში, დღეს ეს პარტი ჩატარდა ჩვენთან. აი შემოხედეთ როგორი ვარ. მეც როგორც ყველა აქ ვინც გამოდის, ნავტალინიდან ამოვიღე ძველი სიმღერები და ვასრულებ. ნინო ქათამაძეს როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გადაწყვეტილი აქვს თბილისის სხვადასხვა კლუბებში მაყურებლიდან და ჟღერადობიდან გამომდინარე სხვადასხვა სიმღერები შეასრულოს. მოკლედ ნინომ ეს პროექტი ნოა-ნოათი დაიწყო. დღევანდელი კონცერტი არის სპეციალურად მომზადებული ნოა-ნოასთვის. ჩვენ რაღაცა გარკვეული ინსტრუმენტები დავამატეთ, რაღაცები მოვაკელით, ანუ რეალურად ეს კონცერტი მომზადდა იმისთვის, რომ დღეს აი ამ გარემოცვაში ჩატარდეს. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.